მაინც როდის შეესწრო მირიან მეფემ მზის სრულდაბნელებას. ეს ის შემთხვევაა, როცა ისტორიული მოვლენა ასტრონომიული მონაცემებით შეგვიძლია დავათარიღოთ. ამ საკითხით ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ივანე ჯავახიშვილი დაინტერესდა. მას სურდა გაეგო მართლაც დაბნელდა თუ არა მზე სრულად მაშინ, როცა მე-4 საუკუნეში მირიან მეფე თოთის მთაზე ნადირობდა. დედამიწის ბრუნვის ცვლილების გაუთვალისწინებლობის გამო მაშინ დაასკვნეს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. ამის მიუხედავად 10 წელზე მეტი ხნის წინ ქართველმა მეცნიერებმა NASA-ს განახლებული მონაცემები გაანალიზეს და მზის სრული დაბნელების თარიღი დაადგინეს. მათ დაასკვნეს, რომ მირიან მეფე ამ მოვლენას 319 წლის 6 მაისს შეესწრო. ისიც გაირკვა, რომ ეს საღამოს მოხდა დაისამდე. გამოთვლების თანახმად მზის დისკოს მთვარე მთლიანად 2 წუთის განმავლობაში ფარავდა. მარინა გიგოლაშვილის, როლან კილაძის, ვასილ კუხიანიძისა და გიორგი რამიშვილის კვლევამ აჩვენა, რომ თოთის მთა ამ დაბნელების ხილვადობის ცენტრალურ არეალში ექცეოდა. სხვათა შორის მოვლენას დაინახავდნენ მაგალითად ცაგერიდან, ამბროლაურიდან და ცხინვალიდანაც.